მას არ ჭირდება სხვა სახელმწიფო სამსახური. თვითონ ის ბიზნეს გააკეთებს და როცა ბიზნეს აკეთებ, უფროსი არასდროს არ გყავს. მე ყველას ურჩევ, რომ ახალგაზრდებმა მიმართულება დაჩქარებული წესით აიღონ ბიზნესისკენ. თქვენ რომ მოგვიტანეთ ეს წიგნები თანამშრომლებს დაგვირიგეთ და მოგვიწოდეთ იმის გარო უფრო განვითარდეთ, ესეც ხალხმა უნდა იცოდეს. მე ყველას მოვუწოდებ, ყველა ახალგაზრდას ვჩუქნი, ხო ხედავ ამ წიგნებს. მე დიდი რაოდენობით ვყიდულობ ამ წიგნებს და ამას ვჩუქნი ახალგაზრდებს, იმიტომ რომ აი ეს უნდა ისწავლოს ახალგაზრდებმა და ბიზნესისკენ მიდრეკლება უკეთესია, ვიდრე ძალოვან სტრუქტურებში ან სხვადასხვა არა, ისიც საჭიროა, მაგრამ ბიზნესი. მოდი, აი ეს რა ავტომობილია. აი შეხედეთ. 25 წლის მოდელი. თქვენ წარმოიდგინეთ. აი ნახეთ, აქ ნახეთ რა წერია. აი 25 წლის მოდელი. თქვენ წარმოიდგინეთ, აი შეხედეთ რა ავტომობილია. ამას რო არა აქვს, ისეთი არაფერი არ არის, ხომ არის? მომავლის მანქანა. დაბრძანდით? ვეძახი მე პირადად ამას. აი შეხედეთ. შეიძლება დაიკარგოს. აი შეხედეთ რა ავტომობილია. აი ეს არის ის ავტომობილი, პირდაპირ ქუჩაში დააყენებ, შენ წახვალ სამსახურში აირბენ და ავტომობილი თავისით დადგება პარკინგზე, ხო? მიდი აბა და მაჩვენე სხვა რომელი ავტომობილია. ეს BYD ძალიან მაგარი ავტომობილია და ფასიც რა აქვს. ეს ევროპაში 120,000 ევრო ღირს, ევრო. და საქართველოში აი მოდით გიო აჩვენეთ, შეხედეთ, აი რა ავტომობილია. აი მთლიანად ჭერი, რას ეძახით, პანორამა, ხო? აი შეხედეთ, მარინ. უყურეთ, აი შეხედე. 25 წლის მოდელი. 6, 7, 8, 10 კამერა აქვს, არ ვიცი, აი. და ამ ავტომობილს რამდენად გავყიდით ჩვენ? აი შეხედეთ რა ფერია. ამ ავტომობილს ჩვენ გავყიდით $11,500 ეკვივალენტ ლარში. და ეს ავტომობილი ძალიან მაგარი ავტომობილია. წამოუცებ, ეს არის BYD. აი კამერები და რა ვიცი, რა არა აქვს. მოდი ახლა ვნახოთ ეს ყავს ჩვენ ეს BYD და გვეყოლება დიდი რაოდენობით კიდევ და ვყიდით ყოველდღე თითოს მაინც აქ ამ ოფისში. აი ზიკერი. უყურეთ, ზიკერ 001 ხო? კი. მარიამ დაბრძანდით? აი მე რა სასწაულია.